მე წინა ჩამოსვლაზე ამერიკაში შევხვდი ამერიკის მოქმედ ხელმძღვანელობას, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია რომ შევხედოთ რა მოხდება 2016 წელს, რა იქნება ამ ვინ არიან ამერიკის შემდეგი თაობა ლიდერების. ამიტომ პრაქტიკულად ყველას ორივე პარტიაში, დემოკრატებში და რესპუბლიკელებში ამ ჩამოსვლაზე სპეციალურად გავაკეთეთ რამდენიმე დღე გამოვყავი, რომ შევხვდეთ ყველას, ვინც ხვალინდელი დღე ამერიკის, ვინც ხვალ იქნება ამერიკის ხელმძღვანელობაში. იმიტომ რომ დღეს ესეთ სიტუაცია რომ პუტინის რუსეთი სულ უფრო სუსტდება, იმიტომ რომ ფიქალის გაზის თემამ, საბიუჯეტო კრიზისმა, რომელიც რუსეთში, რუსეთი მიექანება ქვემოთ მისი დღევანდელი მთავრობის პერსპექტივების გათვალისწინებით. მაშინ როცა ამერიკაში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა მიუხედავად ყველაფრისა და ამერიკის როლი შემდგომ წლებში სულ უფრო გაძლიერდება. ამიტომ ჩვენ მომავლისთვის უნდა ვიყოთ გამზადებული. მაინც პერსპექტივა ჩვენ ურთიერთობებს ამერიკასთან აქვს ყველაზე მეტი. ვინც რა უნდა ილაპარაკოს დღე და ვინც რა უნდა გვარწმუნოს, რომ თურმე ისე უნდა დაუბრუნდეთ დასუსტებული რუსეთის კონტროლსფერი. დაახლოებით იგივეა, რომ დავით აღმაშენებლის დროს გვეთქვა, რომ თურქ-სელჩუკების კონტროლ ქვეშ დაუბრუნდეთ, რომელიც მაგ დროისთვის სწორედ იშლებოდა. ამიტომ ეხლა არის ასეთი კონტაქტების დრო და მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება ასევე ამას, რაც მაწუხებს, რომ ჩვენ ლაზიკას პორტის შენებლობა რო შეაჩერეს, ეს რას ნიშნავს? ლაზიკას პორტი რო არ შეეჩერებიათ, მომავალი წლის დასაწყისში ამუშავდებოდა ორი ნავმისადგომი 100,000-იანი წყალწვის, 100,000 ტონის წყალწვის გემების დასაცავად. ამ დროისთვის ზუსტად ავღანეთიდან გამოსვლა მიდის პიკზე. ავღანეთიდან ტვირთების წამოღება კარგად რომ გამოგვიყენებია საქართველოს ეკონომიკას გაორმაგებდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ უამრავი ათობით ათასი ადამიანი ცხოვრობს სამეგრელოში, გურიაში, სოფელში და მიწა 2-2-ს ვერ აჭმევს. მათ გაუჩნდებოდა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილი ახალ პორტში, რომელიც წამოიღებდა სწორედ ამერიკულ ტვირთებს. ამაზე ვთქვით უარი ჩვენ პორტის გაჩერებით. სააკაშვილს კი არ გაუხეთეთ გული. არამედ რეალურად ათობით ათას ადამიანს მოვკალით პერსპექტივა, რომ ეს ამერიკულ ამ სქემაში, რომ ტვირთები გამოგვეტანა ავღანეთიდან და შეგვექმნა დიდი ლოგისტიკური ცენტრები, ტერმინალები, ახალი პერსპექტივები ჩვენთვის პრაქტიკულად ეს ყველაფერი მოვკალით. მე მაწუხებს ის, რომ დღეს საქართველოს წარმოეშვა ვაკუუმი საერთაშორისო ურთიერთობებში. გვარდების რევოლუციის შემდეგ როდესაც მე ამირჩიეს პრეზიდენტად და როცა საქართველოს მოვიდა ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება, ჩემი ხელმძღვანელობით, პირველივე 3 თვეში მე მქონდა ვიზიტები ოფიციალური ვაშინგტონში, თეთრსახში, ინგლისში პრემიერ-მინისტრ ბლერთან, საფრანგეთში პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, მოსკოვში პუტინთან და პრაქტიკულად სხვა და ყველა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ევროპულ ქვეყანაში. რეალურად საქართველოს ახალ მთავრობას დღეს ჯერჯერობით გარდა მეზობლებისა, რომელიც უბრალოდ ვალდებულია, რომ გველაპარაკოს, სხვა გამოსავალი არ არის, არც ერთი ორხრივი სერიოზული ვიზიტი არ ქონია და ეს მაწუხებს, მაგალითად ამასია პოლონეთში რომ ვიყავი, თხოვდი პოლონეთის ხელმძღვანელობას, რომ მოიწვიონ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით. იმიტომ რომ მარტო პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლება დღეს ისინი არიან. მე შემიძლია ვიარო და ვილაპარაკო საქართველოს და ვილაპარაკო ნატოში ინტეგრაციას და სხვაზე, მაგრამ ასეთი იზოლაცია დღეს შედის მხოლოდ ერთი მოთამაშის ინტერესი, პუტინის მთავრობის. როდესაც თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელს არ ჩამოართმევენ და თუ შეიქმნა ეს სიტუაცია, საქართველოს მთავრობას უმაღლეს დონეზე, ოფიციალურ დონეზე, თუნდაც წამყვან ევროპულ ქვეყნებში, თუნდაც სხვაგან ხელს არ ჩამოართმევენ და არ მიიწვევენ, მაშინ ჩვენ დავრჩებით მხოლოდ ჩვენი დამპყრობლის და ოკუპანტის ამარა. ამიტომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრი იმაზე კი არ უნდა ნერვულობს, პრეზიდენტი რატო დადის. უფრო იმაზე უნდა ინერვულოს, რომ თვითონ იაროს ასევე. თვითონ რატო არ დადის და რატო ვერ დადის. და მე ყველა სანამ პრეზიდენტო ყველაფერს გავაკეთებ, ისაც რომ იქნებ მანაც დაიწყო სიარული, იმიტომ რომ ასე თუ ისე ამ მთავრობას სჭირდება გამოცდელია, სჭირდება და მათ შორის პრემიერ-მინისტრი სჭირდება მინიმუმ რომ ვიღაცა პირდაპირ ელაპარაკოს და რაღაცეები კარგად აუხსნა. ამიტომ დღეს სიტუაცია სახარბილო ამ მხრივ ჩვენ არ აგვაქვს და მოდით ის იმანაც არიაროს, რახან ჩვენ ვერ დავდივართ, თქვენც როგორ მეიქნებ იაროთ, ვიმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. გეშლებათ ნერვები იმაზე, რომ მე დავდივარ და პრეზიდენტი რა ვიქნებ, მაინც მომიწევენ. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. მაგრამ მოდით ახლა თქვენ თავს მიხედეთ იმას, რომ პრაქტიკულად ჯერჯერობით საქართველოს მთავრობა პრაქტიკულად იმყოფება იზოლაციაში და ეს არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის.